ჯონ მაკარტური ღვთაებრივი სიყვარულის ტრიუმფი. ქადაგება ჩატარდა 2024 წლის 28 იანვარს. თქვენ შეიძლება ელოდით, რომ გამოცხადების წიგნს წავიკითხავდი და მალე გავაკეთებ კიდეც ამას, არ ვიცი კი როდის, მაგრამ მინდოდა დღეს ყველა თქვენგანი გამემხნევებინეთ, როცა ამაზე ვფიქრობ 55 წლიანი მსახურების ბოლო კვირას. მომავალ კვირას კი 56 წელს ვიწყებთ. რაც სინამდვილეში შეუძლებლად მეჩვენება. მაგრამ მინდოდა რაღაც შთამაგონებელი შემომეთავაზებინა თქვენთვის და ავირჩიეთ წმინდა წერილის ის მონაკვეთი, რომელიც შესაძლოა მთელ ბიბლიაში ყველაზე გამამხნევებელი იყოს. ეს არის რომაელთა მერვე თავი. ახლა კი გეპატიჟებით გადაშალოთ თქვენი ბიბლია და დააკვირდეთ რომაელთა მიმართ ეპისტოლეს მერვე თავს. ეს შესანიშნავი თავია, მაგრამ ჩვენ კონკრეტულად 31-დან 39 მუხლებამდე გავამახვილებთ ყურადღებას. რომაელთა მერვე თავი 31-დან 39 მუხლებამდე და მე წაგიკითხავთ, რომ დაიმახსოვროთ. ამაზე რაღა ვთქვათ, თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვის შეუძლია იყოს ჩვენს წინააღმდეგ? ის, ვინც თავისი საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ გასცირა ჩვენთვის, ყველასათვის, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს? ვინ გაამტყუნებს ღმერთის რჩეულთ? ღმერთია გამომართლებელი. ვიღამ უნდა დასდოს მსჯავრი, ქრისტე იესო, რომელიც მოკვდა და კიდეც აღდგა მკვდრეთით, ღმერთის მარჯვნივ არის და შუამდგომლობს ჩვენთვის. რა ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს? ჭირი თუ შევიწროვება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, თუ მახვილი? როგორც წერია, რადგან შენს გამო გხოცავენ ყოველდღე, დასაკლავ ცხრებად ვართ შერაცხილნი. მაგრამ ყოველივე ამას ვძლევთ ჩვენი მოყვარულის მეშვეობით და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერაფერი სხვა მთელს ქმნილებაში ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღმერთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ იესო ქრისტეში. ამ მონაკვეთს დავარქვი ღვთაებრივი სიყვარულის ტრიუმფი, რადგან ეს სწორედ ასია. ეს წმინდა წერილის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი მონაკვეთია და როგორც თქვი, შესაძლოა ახალი აღთქმის ყველაზე შთამაგონებელი ამონარიდი. გასულ კვირას უსმენდი ფსიქოანალიტიკოსებს. ჩანაწერი იყო, სადაც ისინი საუბრობდნენ იმაზე, თუ რა სჭირდებათ ადამიანებს ყველაზე მეტად და გასაკვირი არ არის, რომ ისინი ამ დასკვნამდე მივიდნენ. პირველი, საკვები, მეორე, წყალი და მესამე, თავშესაფარი. მაგრამ ამის გარდა, ჩემთვის საინტერესო იყო იმის გაგება, რომ კაცობრიობის მეოთხე სასოწარკვეთილი მოთხოვნილებაა, რომ ის უყვარდეთ. ადამიანებს სიყვარული სჭირდებათ. გასაკვირი არ არის, რომ ისინი ამაზე ლაპარაკობენ, რადგან უამრავი ადამიანია უსიყვარულოდ დარჩენილი, ან ისეთები, რომლებიც თვლიან, რომ ის არ უყვართ. რის გამოც თავს უბედურად გრძნობენ და ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მეშვეობით ცდილობენ ამისგან თავის დაღწევას. ზოგჯერ კი თვითმკვლელობით ამთავრებენ ცხოვრებას უსიყვარულოდ დარჩენილნი. ადამიანებს სჭირდებათ, რომ იგი უყვარდეთ. ადამიანები ხარობენ, როცა უყვართ და განადგურებულნი არიან, როცა სიყვარული კრახით მთავრდება. ალბათ არაფერია უფრო დამანგრეველი, ვიდრე გიყვარდეს და მიგატოვონ. ადამიანთა სულები ესწრაფვიან სიყვარულს, რომელიც არ გაუცრუებთ იმედს, სიყვარულს, რომელიც არ ჩაქრება, სიყვარულს, რომელიც არ მიგატოვებს და სიყვარულს, რომელიც არ მოკვდება. მაგრამ სინამდვილეში ამ ქვეყნად მარადიული სიყვარული არ არსებობს. საკმაოდ რთულია სიყვარულის შენარჩუნება 1 წლის განმავლობაში და მით უმეტეს მთელი სიცოცხლე. მაგრამ არსებობს სიყვარული, რომელიც მარადიულია და ეს ის სიყვარულია, რომლის შესახებაც ახლახან წავიკითხეთ რომაელთა მერვე თავში. ეს არის ღვთის სიყვარული, 39 მუხლი, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია. ეს არის სიყვარული, რომელიც მოდის სისავსითა და სიუხვით, რომლებიც წარმოქმნიან მუდმივ კმაყოფილებასა და სიხარულს, ყველაფერზე გაცილებით აღმატებულს, რომლის შესახებაც ახლახან წავიკითხეთ რომაელთა მერვე თავში. ეს არის ღვთის სიყვარული, 39 მუხლი, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია.
ეს არის სიყვარული, რომელიც მოდის სისავსითა და სიუხვით, რომლებიც წარმოქმნიან მუდმივ კმაყოფილებასა და სიხარულს, ყველაფერზე გაცილებით აღმატებულს. მოდით ცოტა უკან დავბრუნდეთ იოანეს სახარების მე-13 თავზე, სადაც ჩვენი უფალი თავის მოწაფეებთან ერთად შეიკრიბა ბოლო პასექზე, მისი გაცემის ღამეს, ანუ ჯვარცმის წინაღამეს, და ეს იყო ყველაზე რთული, უდავოდ ყველაზე რთული დრო მისი მიწიერი ცხოვრებისა. ჯვარცმის ტანჯვით მომლუდინეს ბაღში ოფლი სისხლის წვეთებად სდიოდა. მან განჭვრიტა, რომ მამა მიატოვებდა მას. მან განჭვრიტა, რომ კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში ყოველი მორწმუნის ყველა ცოდვას საკუთარ თავზე აიღებდა და სრულად დაისჯებოდა ყველა მათგანისათვის. მან ეს განჭვრიტა. იგი თავის მოწაფეებისგან რაღაც გამხნევებასა და დახმარებას ელოდა. იქნებ შეეძლოთ ცოტა ეფხიზლად და ელოცად, მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ მათ ეს ვერ შეძლეს. მათ ვერ შეძლეს ელოცად მასთან ერთად. ისინი ზედმეტად დაკავებულები იყვნენ საკუთარი საზრუნავით. სინამდვილეში მაშინ, როდესაც ჩვენი უფალი თავისი მიწიერი ცხოვრების ყველაზე საშინელი მომენტის წინაშე დგას, ისინი მართლაც აღწევენ თავიანთ ყველაზე ცუდ, ყველაზე უარეს მდგომარეობას. როგორც ჩანს, მათ არ აწუხებდათ რა დაემართებოდა მას, მაგრამ ძალიან ღელებდნენ საკუთარ თავზე. ისინი მსჯელობენ, თუ რომელი მათგანი იქნება უფრო გამორჩეული, თუ კი არსებობს მომავალი სამეფო. იმ ღამით, როდესაც ის დააპატიმრეს, ისინი გაიქცნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, რა თქმა უნდა, გასცა იგი. მეორე, პეტრე, მის უარყოფას აპირებდა და ბოლოს იგი ყველამ მიატოვა. იმ ღამეს მართლაც საზიზღარი ჯგუფი შეიკრიბა. სწორედ ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი იოანეს სახარების მე-13 თავის პირველი მუხლი. მასში ნათქვამია: პასექის დღესასწაულის წინ იესო მიცოდა, რომ დადგა მისი ჟამი, ჯვარცმის საათი, ამ ქვეყნიდან მამასთან გადასასვლელად. და შემდეგ, რა კი შეიყვარა თავისიანები, რომლებიც წუთის ოფელში იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი. რა კი შეიყვარა თავისიანები, რომლებიც წუთის ოფელში იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი განცხადებაა. მისი მიწიერი ცხოვრების ყველაზე რთულ ღამეს, ჯვარცმის წინაღამეს, როდესაც მისი მოწაფეები პრაქტიკულად უსარგებლოები იყვნენ და მალე მიატოვებდნენ მას, ის მათ მიმართ ამგვარ სიყვარულს გამოხატავს. მათი ყველაზე იმედგაცრუებული საქციელის მომენტში მას ისინი ბოლომდე უყვარდა. მას უყვარდა ისინი, ბერძნულად eis telos, ბოლომდე. ან შეიძლება ითქვას უსაზღვროდ, ან სრულიად, ან ყველა სხვა სიყვარულზე აღმატებულად, ან მისი სიყვარულის უნარის ფარგლებში. ქრისტეს არასოდეს ყვარებია ისინი ისე, როგორც იმ ღამეს, მათი ყველაზე საზიზღარი სახის გამოვლინებით, რადგან მას არ შეეძლო მათი ნაკლებად სიყვარული. მას უყვარდა ისინი ბოლომდე, სრულად, მაქსიმუმამდე. ეს არის სიყვარული, რომელიც თავისიანებისთვის არის განკუთვნილი. მას უყვარდა თავისიანები, რომლებიც წუთის ოფელში იყვნენ. თავისიანები, რომელთა მეხუთე თავის მერვე მუხლში ნათქვამია, რომ ღმერთმა თავისი სიყვარული გამოავლინა, იმით რომ ქრისტე მოკვდა მათთვის, როცა ისინი ჯერ კიდევ ცოდვილები იყვნენ. მას უყვარდა ისინი. უყვარდა ისინი მათი ყველაზე ბნელი, იმედგაცრუების მომგვრელი საქციელის მომენტშიც კი. უყვარდა ისინი მაშინაც კი, როდესაც მათი ყველა ცოდვა მასზე იყო დაკისრებული, ყველა დანარჩენის ცოდვასთან ერთად, ვინც კი ოდესმე მისი მორწმუნე გახდებოდა. მას უყვარდა ისინი მარადიული, უსაზღვრო სიყვარულით. ეს მართლაც ზედმეტად კარგად ჟღერს. შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ მას სწორედ ასე ვუყვარვართ. ეს არის ძლიერი, ძალიან ძლიერი ჭეშმარიტება და საჭიროა მისი სრულად გაგება. და მის სრულად გასაგებად რომაელთა მერვე თავს უნდა დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, აქ გვაქვს ამ სიყვარულის უდიდესი გამოხატულება, რომელიც არის eis telos, მაქსიმალურად, სრულად, ბოლომდე. ის აქ არის აღწერილი. და ის, რაც მე წაგიკითხეთ, უნდა იყოს ყველაზე ძვირფასი სულიერი რეალობა ყველა სულიერ რეალობას შორის, რადგან ჩვენ გვარწმუნებს, რომ გვაქვს მარადიული ხსნა,
რადგან გვყავს ღმერთი, რომელსაც მაქსიმალურად უსაზღვროდ ვუყვარვართ. მაშასე რომაელთა მერვე თავის 31 მუხლი. პავლე ამ მონაკვეთს იწყებს შეკითხვით. მაშ რა ვთქვათ ამ ყველაფერზე? რა არის ჩვენი პასუხი? რა ყველაფერზეა საუბარი? და ესაა ხსნის მთელი რეალობა. ის დაიწყო მესამე თავის მე-20 მუხლიდან, გაიარა მესამე, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 თავები და მიაღწია მერვე თავამდე. როგორია ჩვენი რეაქცია ამ საოცარ ხსნაზე? და ამის შეჯამება მოცემულია 28-დან 30 მუხლებამდე და წინა რამოდენიმე მუხლში. ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთისმოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს ყოველივე სასიკეთოდ ეწევა. ვინაიდან ვინც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის. ხოლო ვისაც განუსაზღვრა, მათ მოუწოდა კიდეც, და ვისაც მოუწოდა, ისინი გაამართლა კიდეც, და ვინც გაამართლა, ისინი განადიდა კიდეც. ეს არის არსი ყველაფრისა მესამე თავის მე-20 მუხლიდან მოყოლებული, რომ ჩვენ წინასწარ ვიყავით განსაზღვრულნი, მოწოდებულნი, გამართლებულნი და ვიქნებით განდიდებულნი. და უფალი შეასრულებს ამ მიზანს იმით, რომ ყველაფერი გვეწევა სასიკეთოდ. ყველაფერი. მაშასე 31 მუხლი. რა ვთქვათ ამაზე? როგორი უნდა იყოს ჩვენი რეაქცია ამ გასაოცარ ხსნაზე? ჩვენი ხსნის ყველა რეალობა, რომელიც აღწერილია მესამე თავიდან და შემდეგ, ყველა პრობლემა, რომელიც გვხვდება ჩვენი ცხოვრების გზაზე, ყველაფერი მოქმედებს ჩვენი საბოლოო დიდებისთვის. რა უნდა ვთქვათ ამაზე? ეს თავი პირველივე მუხლიდან იწყება იმ განცხადებით, რომ თუ ჩვენ ქრისტეში ვართ, არასოდეს ვიქნებით მსჯავრდადებულნი. ჩვენ გავთავისუფლდით მსჯავრისაგან, განკითხვისა და სასჯელისგან. რა ვთქვათ ამგვარ დიდ ცულოვნებაზე? რა ვთქვათ ღმერთზე, რომელსაც უსაზღვროდ ვუყვარვართ, თავისი შესაძლებლობების ზღვარამდე, რომელიც უსასრულოა, რომელსაც არ შეუძლია ვუყვარდეთ ამაზე მეტად ან ნაკლებად. რა ვთქვათ? რა არის ჩვენი პასუხი ამაზე? ის იმდენად დაუძლეველი და უსაზღვრო ჩანს, იმდენად მოწყალე და მადლიანი, რომ გვაფიქრებინებს, ნუ თუ ეს შესაძლებელია. არსებობს ორი ჰიპოთეტური შესაძლებლობა. მას შეუძლია გადაწყვიტოს ჩვენი უარყოფა, ან ჩვენ შეგვიძლია გადავწყვიტოთ მისი უარყოფა. არის თუ არა ეს შესაძლებელი? არის თუ არა შესაძლებელი, რომ ამათგან რომელიმე მოხდეს? ეს უბრალოდ ძალიან კარგია. ნუ თუ სადმე, როდესმე ღმერთი ამბობს, იცით, მე დიდი ხანია შენზე ვმუშაობ და შენში ვერ ვხედავ პროგრესს. მორჩა, დავიღალე შენგან იმედგაცრუებებით. დავიღალე შენი დანაშაულებებით. დავიღალე ერთი და იგივე გაკვეთილების სწავლებით, რომელთა სწავლაც როგორც ჩანს შენ არ შეგიძლია. შენ მარცხვენ მე, შენ შეურაცხყოფ ჩემს სახელს და ჩემს ეკლესიას. უკვე ყელში ამომივიდა და ჩემი უწმიდესობა მოითხოვს, რომ ეს აღარ მოვითმინო. ამიტომ დასრულდა. თქვენი ხსნა გაუქმებულია. მე შემიძლია ამის გაგება. ვფიქრობ, ჩვენ ყველას შეგვიძლია ამის გაგება. მეორეს მხრივ კი თქვენ შეიძლება თქვათ. ღმერთო, ცოტა არ იყოს დავიღალე შენი მოქმედებებით. ნუ თუ ცხოვრება ასე რთული უნდა იყოს. ნუ თუ ჩემი ქმარი ასეთი სულელი უნდა იყოს. ნუ თუ ჩემი შვილები ასეთი ურჩები უნდა იყვნენ. ნუ თუ უფროსებმა ასე უნდა გამიმწარონ ცხოვრება. ნუ თუ მე ასე ავად უნდა ვიყო. ოდესმე დამთავრდება ეს? ჩემთვის გასაგებია ჰიპოთეტური შესაძლებლობა იმისა, რომ ვინმე მთქვას, საკმარისად ვიტანჯე. განსაკუთრებით მაშინ, თუ მას დაპირდნენ ჯანმრთელობას, სიმდიდრეს და კეთილდღეობას. მაგრამ არის თუ არა შესაძლებელი რომელიმე ზემოთქმული რომ მოხდეს? შეუძლია ღმერთს შეწყვიტოს ჩვენი სიყვარული? არის კი რამე ისეთი, რაც მას ჩვენ სიყვარულს შეაწყვეტინებს, ან არსებობს რამე, რაც ჩვენ გვაიძულებს შეწყვიტოთ მისი სიყვარული? ეს არის ის ორი კითხვა, რომელზეც პავლე აქ პასუხობს. მოდით განვიხილოთ ის, რაც 31-დან 34 მუხლებამდეა მოცემული. შეუძლია ღმერთს შეწყვიტოს საკუთარი თავის სიყვარული? შეუძლია ღმერთს უარყოს საკუთარი თავი? მე გიპასუხებთ, არა და არა. მაგრამ შეხედეთ 31 მუხლს. თუ ღმერთი ჩვენსკენ არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?
ეს არის ერთ-ერთი უდიდესი განცხადება წმიდა წერილში. ღმერთი ჩვენკენაა. გსმენიათ ეს? მე ვფიქრობ, ზოგჯერ ქრისტიანებიც კი ფიქრობენ, რომ ღმერთი მათ წინააღმდეგაა, ან ნეიტრალურია, ან უბრალოდ მუდმივი იმედგაცრუების მდგომარეობაშია. მაგრამ არა, ღმერთი ჩვენკენაა. ეს არის სახარების ყველაზე ძვირფასი ჭეშმარიტება. ღმერთი ჩვენკენაა. თქვენ ახლახან მოისმინეთ 26 ფსალმუნის სიმღერა ფილის შესრულებით. ნებამომეცით წაგიკითხოთ პირველი 3 სტროფი. უფალი არის ჩემი სინათლე და ხსნა ჩემი. ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა. ვისგან შევწრწუნდე? თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემს ჩასანთქმელად, ჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვით წაბორძიკდებიან და დაეცემიან. ჯარმაც რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული. თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მექნება. რაშია მეფსალმუნის დარწმუნებულობა? აი რას გვეუბნება ამის შესახებ 45 ფსალმუნი, მუხლი პირველი. ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, სწრაფი შემწე გასაჭირში, ამიტომ არ შეგვეშინდება. მუხლი მე-7. ძალთა უფალი ჩვენთანაა. მუხლი მე-11. ჩვენთანაა ცაბაოთ უფალი. ფსალმუნი 55 მუხლი 4. ღმერთს, რომლის სიტყვასაც ვადიდებ, ღმერთს ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს კაცი. მოусმინეთ 93 ფსალმუნს, მუხლები 11 და 12. რადგან მზედაფარია უფალი ღმერთი, მადლისა და ღირსების მომნიჭებელია უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოთ მოარულთ. უფალო ძალთა, კურთხეულია კაცი შენზე მონდობილი. ფსალმუნი 17, მუხლი 6. უფალი ჩემთანაა. შესანიშნავი განაცხადია, უფალი ჩემთანაა, არ შემეშინდება. მოусმინეთ ესაიას 50 თავის მე-7-9 მუხლებს. ცაბაოთ უფალი მეხმარება მე, ამიტომაც არ დამცირებულ ვარ, ამიტომ გავიკაჟე სახე და ვიცი რომ არ შევრცხვები. მიახლოვდება ჩემი გამომართლებელი. ვინ არის რომ მედავება? ერთად დავდგეთ, ვინ არის ჩემი მომჩივანი? მოვიდეს ჩემთან. აჰა, ცაბაოთ უფალი მეხმარება მე, ვინ უნდა გამომტყუნოს? ღმერთი ჩემსკენაა. წამოაყენე შენი ბრალდებები. ესაია 54 თავის მე-17 მუხლი. ყოველი იარაღი შენს წინააღმდეგ რომ იჭედება, გაცუდდება და ყოველ ენას, რომელიც შენს წინააღმდეგ წარსდგება სამსჯავროში, შენ დასძლებ. ეს არის ხვედრი უფლის მონათა და მათი გამართლება ჩემგან არის, ამბობს უფალი. ან შესანიშნავი ენა იოანესი სახარების 100 თავი. ჩვენი უფალი თავის ცხვრებზე ასე აცხადებს. მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და ისინი უკუნისამდე არ დაიღუპებიან და ვერავინ გამომტაცებს მათ ჩემი ხელიდან. ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და ვერავინ გამოტაცებს მათ მამის ხელიდან. მე და მამა ერთი ვართ. მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია წმიდა წერილში, რომელიც მიუთითებს, რომ ღმერთი ჩვენკენაა. ის ჩვენს მხარესაა. მან იცის, რომ ჩვენ სუსტები ვართ, მან იცის, რომ ცოდვილები ვართ. იცის, რომ წავიბორძიკებთ, იცის, რომ შევცდებით, რომ განვიცდით წარუმატებლობას. ჩვენ არ გვიყვარს იგი ისე, როგორც საჭიროა, არ ვემსახურებით მას ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ ის ჩვენკენაა. შეხედეთ 32 მუხლს. აი დასტური. ვინც საკუთარი ძე არ დაინდო, არამედ ყველა ჩვენგანისათვის გასწირა, როგორ არ მოგვანიჭებს მასთან ერთად ყველაფერს. ეს არის უდიდესი დასტური იმისა, რომ ღმერთი ჩვენთანაა. რა არის ეს, რომ მან არ დაინდო საკუთარი ძე, არამედ გასწირა იგი ყველა ჩვენგანისთვის. ლაპარაკობს რა მის სიკვდილზე. ღმერთს ვუყვარვართ ჩვენ და რომ ვუყვარვართ, ამიტომ გამოგზავნა თავისი ძე. მან ის ჩვენთვის მსხვერპლად შესწირა. მან არ დაინდო თავისი ძე. მან პირდაპირი მნიშვნელობით მოითხოვა თავისი ძისგან ყველაზე საშინელი, წარმოუდგენელი მსხვერპლი და ეს გააკეთა უღმრთო, ბოროტი ადამიანების გულისთვის. მოусმინეთ რომაელთა მე-5 თავის მე-6 მუხლს. რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, თავის დროზე უხთოთათვის მოკვდა. მერვე და მე-9 მუხლები.
ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამე იმით ამტკიცებს, რომ ქრისტე ჩვენთვის მოკვდა, როცა ჯერ კიდევ ცოდვილები ვიყავით. ახლა კი, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მით უფრო გადავურჩებით რისხვას მისი წყალობით. რადგან თუ მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, როდესაც მტრები ვიყავით, მით უმეტეს შერიგებულნი გადავრჩებით მისი სიცოცხლით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის კამათი უფრო დიდსა და უფრო მცირეს შორის. თუ ღმერთმა უფრო დიდი მსხვერპლი გაიღო, როდესაც მთლიანად ცოდვილები ვიყავით, ის უფრო ნაკლებ მსხვერპლს გაიღებს ახლა, როცა ნაკლებად ცოდვილები ვართ. მისი სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ მან შეგვიყვარა ჩვენ, როცა ჩვენ უღმრთოები ვიყავით. მან შეგვიყვარა, როცა ჩვენ მტრები ვიყავით მისი. და ისე ძლიერ შეგვიყვარა, რომ არ დაინდო თავისი ძე. ეს აზრი მე ვფიქრობ დაბადების 22 თავიდანაა ნასესხები. გახსოვთ დაბადების 22 თავში აბრაამი და ისააკი. დაუთხრა ღმერთმა აბრაამს: მსურს წაიყვანო შენი ერთადერთი ძე, შენი ერთადერთი კანონიერი ძე, აღთქმის ძე და შესწირო იგი მსხვერპლად. მოусმინეთ დაბადების 22 თავის მე-12 მუხლს. აბრაამი მზადაა მიუძღვნას ისააკი. კარგი, ჩემ შვილს არ დავინდობ, ეს არის რაც შენ მთხოვე გამეკეთებინა. მე-11 მუხლში უფლის ანგელოზი აბრაამს ეუბნება: ჰეი, აბრაამ, გაჩერდი, ნუ აღმართავ ხელს ყმაწვილზე და ნურაფერს დაუშავებ. ახლა კი ვიცი, რომ ღვთის გეშინია, რადგან არ დაინანე შენი ძე ჩემთვის, შენი ერთადერთი ძე. შენ მზად იყავი შემოგეწირა შენი ერთადერთი ძე, რომელთანაც იყო დაკავშირებული ყველა აღთქმა. მუხლი მე-15. მეორედ მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან და უთხრა: ჩემ თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, რადგან ეს გააკეთე და არ დაზუგე შენი ძე, შენი ერთადერთი ძე, ამიტომ დიდად გაკურთხებ. აბრაამმა არ დაინანა თავისი ძე, მაგრამ ღმერთს არ მოუთხოვია მისი სიკვდილი. ამასთან ღმერთმა არ დაინანა თავისი საკუთარი ძე და მოითხოვა მისი სიკვდილი. უფალმა ინება, ესაიას 59 თავის მე-10 მუხლი. უფალმა ინება შემუსვა მისი. აი ასეთი კონტრასტია აბრაამთან. აბრაამი მზად იყო თავისი ვაჟი შეეწირა, მაგრამ არ მოსთხოვეს. უფალი მზად იყო შეეწირა თავისი ძე და ეს აუცილებელი იყო. და დაუბრუნდეთ რომაელთა მერვე თავს. ეს იყო მისი საკუთარი ძე და მან გადასცა იგი სასჯელს. გადასცა იგი ფაქტობრივად ლუკას სახარების 22 თავის თანახმად სიბნელის ძალას, თავად სატანას, რომელმაც გამოიყენა სიკვდილის იარაღი. მაშასე, თუ ღმერთი მზად იყო ამის გასაკეთებლად ჩვენთვის, მაშინ როცა უხთო ცოდვილები ვიყავით, პავლე ამბობს, განა მასთან ერთად ყოველივეს არ მოგვმადლებს, განა ახლა, როცა ჩვენ მას ვეკუთვნით და ჩვენი ცოდვებისთვის მსხვერპლი სრულად არის შეწირული, ყველაფერს არ მოგცემს? ღმერთმა ის აქცია წყევლად ჩვენს ნაცვლად. მან თავისი ძე გადასცა სასჯელს, მან ძე მიტოვებისთვის გასწირა და ეს გააკეთა მაშინ, როცა ჩვენ ცოდვილები ვიყავით. ვინ გადასცა იესოს სიკვდილს? არა პილატემ შიშის გამო, არა იუდამ ფულის გამო, არა იუდეველებმა შურის გამო, არამედ მამამ, სიყვარულის გამო. და კიდევ ერთხელ შევხედოთ 32 მუხლს. ჩვენთვის ყველასთვის, ვინ არის ეს ჩვენ ყველა? ეს იგივე ჩვენაა, რაც 31 მუხლშია, იგივე ჩვენ, რომლისკენაც ღმერთია. იგივე ჩვენ, ვის შესახებაც ღმერთი ამბობს, რომ ის ჩვენკენაა, ღმერთი ჩვენკენაა. ისინი მისი საკუთრებაა. და ვინ არიან ისინი? ისინი, ვინც მან წინასწარ იცნო, მუხლი 29, წინასწარ განსაზღვრა, მუხლი 30, მოუწოდა, გაამართლა და ერთ დღეს განადიდებს. მან არ დაინდო თავისი ძე, არამედ გასწირა იგი ჩვენთვის ყველასთვის. ეს ეხება ყველა მორწმუნეს, ყველა რჩეულს. და მთავარი აზრი კიდევ უფრო ნათელი რომ გახდეს, თუ ის ასე მოიქცა, როგორ არ მოგცემს მასთან ერთად ყველაფერს? როგორ შეეძლო რაიმე დაემალა, რომ არ მოეცა ჩვენთვის? რა არის ყველაფერი? ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევა ცათა შინა. ეფესელთა 1:3.
ეს არის სახარების განსაცვიფრებელი რეალობა, რომ ღმერთმა შეგვიყვარა, როდესაც მისი მტრები ვიყავით, როდესაც უღმერთოები ვიყავით და მას ვუყვარდით უსასრულო, მარადიული ხარისხით. და ეს სიყვარული გაუძღვა მას მსხვერპლის გაღებისკენ, რომელიც სამუდამოდ დაგვაშორებდა განკითხვისაგან და მარადიულ დიდებამდე მიგვიყვანდა, რადგან ეს იყო მისი სიყვარულის გეგმა. და თუ მან ეს მაშინ გააკეთა, როცა მისი მტრები ვიყავით, რას იზამს ახლა იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც მისი შვილები, დიდებამდე მივიდეთ? არა, ღმერთი არ შეწყვეტს ჩვენ და მის სიყვარულს. ის არ შემოbrunდება ჩვენს წინააღმდეგ. ის არ აპირებს, რომ უეცრად დაგგვგმოს ან უარგვყოს. მან უკვე გასწირა თავისი ძე ჩვენი ყველა ცოდვისთვის. მაშასე, პავლე 33 მუხლში ამბობს, რა იქნება თუ გამოჩნდება ვიღაც და ბრალს წაუყენებს ღვთის რჩეულებს? შეიძლება ეს ღმერთს შეუმჩნეველი დარჩეს? ან მან არ იცოდეს? ჩვენ გვიჩნდება კითხვა, ვინ შეიძლება გააკეთოს ეს? მე ვიცი, ვინ გააკეთებდა ამას. გამოცხადების მე-12 მუხლის მე-10 თავის თანახმად, ეშმაკი არის ბრალმდებელი დღე და ღამე ღვთის წინაშე. იობის წიგნში პირველი თავის მე-9 მუხლში ის ღვთის წინაშე წარდგება და ცდილობს დაარწმუნოს ღმერთი, შეწყვიტოს იობის სიყვარული, წაართვას მას ხსნა. როგორ? ყველა იმ კურთხევის ჩამორთმევით, რომლებიც როგორც ეშმაკი ეუბნება, ერთადერთი მიზეზია, რის გამოც ის შენზეა მოჯაჭვული. დარწმუნებული ვარ, როდესაც ეშმაკი ღმერთის წინაშე წარდგება, მას მიაქვს სია. ნებამომეცი მოგიყვე ჯონ მაგართურზე. დაკვირვები ხარ მას ბოლო დროს? გესმის შენ ეს ჩამონათვალი? ეს სირცხვილია შენთვის, რატომ იტან ამას? ეს გავს ზაქარია წინასწარმეტყველის მე-3 თავს, სადაც სატანა ჩნდება, რათა ბრალი დასდოს მღვდელმთავარ იესო ნავესწეს. დიახ, ის არის ბრალმდებელი. მაგრამ ის არასწორ ადგილას მოვიდა, რათა ბრალი დასდოს ღვთის რჩეულებს. ღმერთს უკვე გამოტანილი აქვს საბოლოო განაჩენი. მან გაგვამართლა. მან მართლებად გამოგვაცხადა. ჩვენი ცოდვები სრულად გამოსყიდულია და მისი ძის სიმართლე ჩვენ ჩაგვეთვალა. მაშ ვის შეუძლია ბრალდება წარუდგინოს ღმერთს წარმატებით, რომლის შესახებაც ღმერთმა არაფერი იცის? ეს შეუძლებელია. თანაც წარუდგინოს ისეთი რამ, რაც ქრისტეს სიკვდილით არ არის დაფარული. ეს შეუძლებელია. სწორედ ამიტომ წერდა ჯონ უესლი, მამაცად დავდგები იმ დიად დღეს, ვინ დამადანაშაულებს, შენი წყალობით მე სრულად გავთავისუფლდი ცოდვისა და შიშისაგან, დანაშაულისა და სირცხვილისაგან. ჩვენ ამას ვმღერით და ეს სიმართლეა, ეს ჭეშმარიტია. ჩვენ ღვთის რჩეულები ვართ, მან აგვირჩია და გაგვამართლა და აგვირჩია, რათა დიდებამდე მივეყვანეთ. ღმერთი არასდროს შემოbrunდება ჩვენს წინააღმდეგ და ვერც მოწინააღმდეგის, სატანის მხრიდან ვერანაირი ვედრება ვერ შეცვლის მის ასრს. თქვენ იტყვით, მაგრამ რა მოხდება თუ იესო მივა მამასთან და ეტყვის, მე ძალიან იმედ გაცრუებული ვარ ამ ხალხით, იმდენი რამ არის, რაც ჩვენ უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ჩვენ გამუდმებით ვერევით მათში, რადგან ისინი ძალიან ცოდვილები არიან. მამაო, ნუ თუ არ შეიძლება უბრალოდ გაგეშვა ისინი და ჩვენ კარგებთან დავრჩენილიყავით. მუხლი 34. ვინ არის მსჯავრდებელი? სატანა ვერ შეძლებს ღვთის სამსჯავროზე გამოცხადებას, რადგან მას განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. მაშ ვინ არის ქრისტე? გამოჩნდებოდა კი ქრისტე და იტყოდა, მე აქ იმისთვის ვარ, რომ ეს ადამიანი, ის ადამიანი და კიდევ ის სხვა ადამიანი დავსაჯო. აი ჩემი სია იმ მიზეზებისა, თუ რატომ უნდა შევწყვიტოთ ამ ადამიანების სიყვარული. ნუ თუ ქრისტე გააკეთებდა ამას. არა. პავლე 4 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ. ქრისტე იესო არის ის, ვინც მოკვდა. ეს ნიშნავს, რომ მან უკვე გადაიხადა საფასური. მან უკვე სრულად გადაიხადა საფასური. საიდან ვიცით, რომ მან სრულად გადაიხადა საფასური? რადგან იქვე წერია, ის ვინც აღდგა. ის მოკვდა, ეს არის პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ, რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის, რომელთა 4:25 და აღდგა ჩვენს გასამართლებლად. ამგვარად, ქრისტე მოკვდა და მამამ აღადგინა იგი, ხოლო მამის მიერ მისი აღდგომა სრული გამოსყიდვის ღვთაებრივი დადასტურება იყო.
მამა კმაყოფილი იყო ქრისტეს მსხვერპლით თავის რჩეულთათვის. და არა მხოლოდ ეს. პავლე აგრძელებს 34 მუხლის მესამე განაცხადს. ვინც ღვთის მარჯვნივ არის. ეს 100 ფსალმუნის პირველი მუხლის გამოძახილია. უთხრა უფალმა ჩემს უფალს. ღმერთი მამა ეუბნება ღმერთ ძეს. დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შენს მტრებს, შენს ფეხქვეშ არ დავამხობ. ებრაელთა მიმართ პირველი თავის მესამე მუხლში ის ამბობს. მას შემდეგ, რაც მან ჩვენი ცოდვების განწმენდა აღასრულა, დაჯდა იგი დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა. ეს არის მისი ამაღლება. მისი სიკვდილი, მისი აღდგომა და მისი ამაღლება ყველაფერი ადასტურებს, რომ ქრისტე არასოდეს დაგვადანაშაულებდა. ის ჩვენთვის მოკვდა და სრულად გადაიხადა ამის საფასური. ის ამაღლდა და მამამ ნათლა დაჩვენა, რომ მისი მსხვერპლი სრული იყო. მერე კი მამამ იგი თავის მარჯვნივ დასვა, რადგან მან აღასრულა თავისი ხალხის ცოდვების განწმენდა. და კიდევ ერთი, ის ჩვენთვის შუამდგომლობს. ის არ აპირებს ჩვენს განსჯას, ის ჩვენთვის მოკვდა, ჩვენთვის აღსდგა, თავისი სრულყოფილი მსხვერპლის წყალობით ზეცამდე ამაღლდა და ახლა მარადის ცოცხალია, რათა ჩვენთვის იშუამდგომლოს. ის მარადიულად ცოცხლობს, რათა ჩვენთვის იშუამდგომლოს. ის ჩვენი დიდი მღვდელმთავარია. იოანეს მე-11:42 მუხლში იესომ მამას უთხრა: ვიცი რომ ყოველთვის მისმენ. მას შეუძლია ღმერთს შეწყვიტოს ჩვენი სიყვარული? შეუძლია ღმერთს ჩვენი უარყოფა? არა. ღმერთი არ უარყოფს, რადგან მას უკვე ვუყვარდით, როცა ჩვენ უბადრუკნი ვიყავით. ღმერთი არ უარყოფს სატანის არანაირ ბრალდებით, რადგან სატანა მხოლოდ იმას გვაბრალებს, რისი საფასურიც უკვე გადახდილია. ქრისტე არასდროს შეწყვეტს ჩვენს სიყვარულს, რადგან მან სრული ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ ჩვენ არასდროს დაგვედოს ბრალი და ახლა ის ცოცხალია, რათა დაგვიცვას. როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი ჩვენსკენაა, გულისხმობთ, რომ ის ჩვენსკენაა. და ერთ-ერთი გზა, რომლითაც ის ჩვენსკენაა, არის ის, რომ ქრისტე ცოცხლობს, რათა ჩვენთვის შუამდგომლობდეს და დიდებამდე მიგვიყვანოს. კარგი, იტყვით თქვენ. კარგი, მაგრამ რა მოხდება თუ შევწყვეტ ღმერთის სიყვარულს? არის ეს შესაძლებელი? სწორედ აქ მივდივართ 35 მუხლთან. ვინ ან რა დის ერთი და იგივე სიტყვაა ბერძნულად. არსებობს რაიმე, რასაც შეუძლია ჩამოგვაშოროს ქრისტეს სიყვარულს? შეგვიძლია ჩვენ გადავწყვიტოთ, რომ კმარა საკმარისია ჩვენთვის? შემდეგ კი ის გვთავაზობს ძალიან მიახლოებით ჩამონათვალს იმ ფაქტორებისა, რამაც თეორიულად შეიძლება გადაწყვეტილება მიგაღებინოთ. მე მგონი აღარ მინდა ვიყო ქრისტიანიო. ეს ნამდვილად ის ფაქტორებია, რაც სარეველა ნიადაგზე მუშაობის გამოცდილებიდან მოდის. ცოტა დევნა, ცოტა გასაჭირი და უნაყოფობა და ისინი დაიღუპნენ. შესაძლებელია, რომ თუ ცხოვრება საკმაოდ გართულდება, ჭეშმარიტმა მორწმუნემ შეწყვიტოს ქრისტეს სიყვარული. რა შეიძლება ეს იყოს? კარგი, მოდით გადავხედოთ 35 მუხლს. ახლა რას ვიტყვით ჭირზე, ანუ ზეწოლაზე? აქ საუბარია გარედან მომდინარე ტანჯვაზე, თლიფსისზე. ეს სიტყვა ლათინურად აღნიშნავს ცემას, შოლტით გვემას, ძლიერ დარტყმებს, წამებას, გაშოლტვას, ანუ სიცოცხლეში არსებულ მართლაც მძიმე და სასტიკ ტკივილებს. და აქ არსებული აზრობრივი შეფერილობა იმაზე მიუთითებს, რომ ეს ტანჯვა ჩვენზე მოდის ქრისტეს გულისთვის, იმიტომ რომ მას ვეკუთვნით, იმიტომ რომ მისი ვართ. ეს გვაყენებს ისეთ მდგომარეობაში, სადაც ქვეყნიერებას ვძულვართ და საბოლოოდ შეიძლება დევნამდე მივიდეს. ჭირი შეიძლება გამოიხატოს სხეულის დაზიანებითაც, მძიმე ფიზიკური ტანჯვითაც. იქნებოდა ეს საკმარისი, რომ ვინმეს ეთქვა: კარგი, კმარა, ეს უკვე მეტისმეტია ჩემთვის. ან რა სიტყვით მეორე სიტყვაზე, გაჭირვებაზე? ეს არის შინაგანი სირთულე. ეს სიტყვა ნიშნავს ვიწროს, შეზღუდულ მდგომარეობას, თითქოს ჩიხში ხარ და გამოსავალი არ ჩანს. შეიძლება კი ვიყოთ ისეთ მძიმე მდგომარეობაში, რომელიც გამოუვლად გვეჩვენება, რომელიც ჩვენთვის ცუდად მიმდინარეობს და ვთქვათ: მისმინე უფალო, ეს მეტად აღარ მჭირდება, სად არის კურთხევები? და დევნა. ეს არის სიტყვა, რომელიც ნიშნავს შეურაცხყოფას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ტანჯვასა და ძალადობას ქრისტეს მოძულეთა მხრიდან.
ის იმდენად უკიდურესობაში ვარდება, რომ კითხვას სვამს. აიძულებს თუ არა უკიდურესი დევნა მორწმუნეებს შეწყვიტოს ღმერთის სიყვარული. ეს შეიძლება მოიცავდეს ჩიმშილს, საკვების გარეშე დარჩენას, ციშიშვლეს, ტანსაცმლის გარეშე დარჩენას. საფრთხე, რას ნიშნავს საფრთხე? უბრალოდ მუდმივად საფრთხის წინაშე ყოფნას და ბოლოს מחვილს, ანუ სიკვდილს. თუ საკმარისი იქნებოდა ეს, გულისხმობ იმას, რომ თუ ყოველივე ეს დაატყდება თავს ქრისტიანს, ჭირი, გასაჭირი, დევნა, შიმშილი, სიშიშვლე, საფრთხე და მახვილი, არის ეს საკმარისი იმისთვის, რომ ვინმე თქვას, კმარა, აღარ მინდა ეს ყველაფერი, ამისთვის არ მომიწერია ხელი. თუ ეს მიგვიყვანდა ეჭვამდე, ცოდვამდე, ქრისტეს უარყოფამდე. თუ გვაიძულებდა მასზე ზურგის შექცევას, როგორც ეს იუდამ გააკეთა, როცა იმედგაცრუებული დარჩა ქრისტეს დასმული აქცენტებით, რაც მისი აზრით არ იყო ის, რაც ქრისტეს უნდა აწუხებდეს და ამიტომაც უღალატა მას. თუ საქმე ასე ცუდად წავა, თუ ჩვენც წავალთ ქრისტეს წინააღმდეგ. და ნახეთ, ეს არის მოულოდნელი. შეხედეთ 36 მუხლს, რომელიც პირდაპირ არის ციტირებული 44 ფსალმონის 22 მუხლიდან. შენს გამო მთელი დღე გხოცავენ, დასაკლავ ცხრებად ვართ მეჩნეულნი. როცა საქმე რეალურ დევნას ეხება, თუ ეს საკმარისი იქნებოდა, რომ ქრისტიანი გატყდეს და უფალს ზურგი აქციოს. თუ ეს ასია. შესაძლოა, რომ დევნა ოჯახის წევრების მხრიდანაც მოდიოდეს. იესო მათეს მეათე თავში თქვა, რომ ის არ მოვიდა მშვიდობის მოსატანად, არამედ מחვილისა და რომ ის ოჯახის წევრებსაც კი დააშორებს ერთმანეთს. დევნა მრავალი გზით შეიძლება მოხდეს. ასეთი მძიმე პირობების შემთხვევაში შეიძლება ვინმე თქვას, მისმინეთ, თუ ამდენი ტანჯვა მომიწევს, არ ამგონია ქრისტე მჭირდებოდეს. მაგრამ იტყვის კი ამას ჭეშმარიტი მორწმუნე ოდესმე. არა. შეხედეთ 37 მუხლს. მაგრამ ყოველივე ამას, რას? გასაჭირს, ტანჯვას, დევნას, შიმშილს, სიშიშვლეს, საფრთხეს, מחვილს. ვძლევთ იმის მეშვეობით, ვინც შეგვიყვარა, ჩვენი მოყვარულის მეშვეობით. არა ისე თითქოს ძლივს დააღწიეთ თავი, ან თითქოს უბრალოდ გადარჩით. თქვენ იღებთ სრულ გამარჯვებას. თქვენ ხართ ჰიპერნიკომენი, გამარჯვებული სრული, გადამწყვეტი და უპირატესი გამარჯვებით. მე მესმის, რას ნიშნავს იყო გამარჯვებული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგებთ იმით, რომ ცდუნებასთან ბრძოლაში არ ნებდებით, ფარხმალს არ ყრით. მაგრამ რა არის ამაში ზედმეტად აღმატებული? ის, რომ თქვენ არა მხოლოდ მოიგეთ ბრძოლა, არამედ ახლა გაცილებით უფრო ძლიერი გახდით, ვიდრე ოდესმე იქნებოდეთ მის გარეშე. ამრიგად ეს სრულიად საპირისპირო შედეგს იძლევა იმისგან, რაც მტრის სურვილია. წაიკითხეთ ფოქსის მოწამეთა წიგნი, გამოიკულიეთ ამ წიგნის თანამედროვე ინტერპრეტაცია და წაიკითხეთ იმ ადამიანების ჩვენებები, რომლებმაც ქრისტეს გულისთვის მოწამეობრივი სიკვდილი განიცადეს, კოცონზე დაწვეს, מחვილით მოკლეს ან ენა ამოჭრეს. ნახეთ, რა თქოს მათ სიკვდილის პირისპირ მდგომებმა. მათი ჩვენებები განსაცვიფრებელია. ისინი არ ამბობენ, მე აღარ მიყვარს ქრისტე, ნეტავ არასდროს მქონოდა მასთან საერთო. ისინი სრულიად საპირისპიროს ამბობენ და სრულ გამარჯვებას აღწევენ იმის ძალით, ვისაც ისინი უყვარს. მათ უყვართ იგი ისევე, როგორც ჩვენ გვიყვარს, რადგან მან რა გააკეთა, პირველმა შეგვიყვარა. ასე რომ, თქვენ სრულად გამარჯვებული ხართ. თქვენ არა მხოლოდ იმარჯვებთ ცდუნებაზე და არ შეწყვეტ უფლის სიყვარულს, არამედ განსაცდელის დროს კიდევ უფრო ძლიერდებით, როგორც იესომ უთხრა პეტრეს. მას შემდეგ, რაც მოექცევი სატანის ამ განსაცდელისგან, შეძლებ ძმებისგან მტკიცებას. ქრისტეს პატივი უსაფრთხოდ არის დაცული მისივე მფარველობით. შეიძლება ეს მძიმე იყოს, შეიძლება საშინელიც იყოს და სიკვდილამდეც მივიდეს, მაგრამ ჭეშმარიტი მორწმუნეები იმარჯვებენ. რა არის ამ ყველაფრის შეჯამება? აი დასკვნა 38 და 39 მუხლები. რადგან დარწმუნებული ვარ, მომწონს ეს, დარწმუნებული ვარ, რომ ვერც სიკვდილი, უდიდესი მტერი ჯოჯოხეთის კარიბჭე, ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, მთელი თავისი საფრთხეებით,
ყველა თავისი სირთულეებით, ყველა თავისი ცდუნებითა და ყველა თავისი უბედურებებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არსებობის ვერც ერთი მდგომარეობა, ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები. სავარაუდოდ ჰიპოთეტურად კეთილანგელოზებს გულისხმობს, მათაც რომ შეეძლოთ ჩვენი შეცდენა. ვერც მთავრობანი, რაც სავარაუდოდ ბოროტ ანგელოზებს ნიშნავს. ვერანაირი მდგომარეობა, სიკვდილი ან სიცოცხლე, ვერანაირი ანგელოზები, კეთილი თუ ბოროტი, ვერც აწმყო, აქ და ახლა, რა იგულისხმება? ყველაფერი. არ გამორიცხავს არაფერს, რაც კი ახლა არსებობს, ან მომავალს, რაც მომავალში იქნება. არაფერია დროში და არაფერია მარადისობაში. არაფერია არც ახლა და არც მომავალში. არც არსებობს რომელიმე მდგომარეობა, არც სიკვდილი და არც სიცოცხლე. არც ზებუნებრივი არსებები, არც წმინდა ანგელოზები და არც დემონები. არაფერი ამ საუკუნეში და დროში და არაფერი მომავალ საუკუნესა და მარადისობაში. და ის ჯერ არ ამთავრებს. ვერც ძალები, მრავლობითში, როგორც ახალ აღთქმაში გამოიყენება. ეს ტერმინი გამოიყენება სასწაულებისა და ძლევამოსილი საქმეების აღსანიშნავად. არ არსებობს არანაირი ზებუნებრივი ძალა, არანაირი ძლევამოსილი ძალა. შემდეგ კი ის მაქსიმალურად შორს მიდის, რათა გვაჩვენოს ამ რეალობის სიმაღლე და სიღრმე. ვერც სიმაღლე. ეს ასტროლოგიური ტერმინია და აღნიშნავს ვარსკვლავს, როცა ის ზენიტშია. და ვერც სიღრმე. იგივე ვარსკვლავი თავის ყველაზე დაბალ წერტილში. ის მოიცავს მთელ ზეცას, ვერაფერი. ვერაფერი სიცოცხლეში, ვერაფერი სიკვდილში, ვერაფერი ანგელოზთა სამყაროში, ვერაფერი დემონთა სამყაროში, ვერაფერი დროში, ვერაფერი მარადისობაში, ვერც ერთი სასწაულებრივი ძალა, ვერაფერი დედამიწაზე, ვერაფერი ზეცის ერთი კიდიდან მეორემდე. დედამიწიდან სადაც ჩვენ ვდგავართ, უსასრულო სივრცის კიდემდე. ვერაფერი, ვერაფერი, ვერაფერი ვერ შეძლებს რას? ჩვენ განცალკევებას ღმერთის სიყვარულისგან, რომელიც არის ქრისტე იესოში, ჩვენს უფალში. და ის უბრალოდ ამატებს, ვერც სხვა რომელიმე ქმნილებას. ეს შეუძლებელია მოხდეს. ღმერთი არ შეწყვეტს ჩვენს სიყვარულს და ჩვენც არასდროს შევწყვეტ მის სიყვარულს. ჯორჯ მათისონი, ახალგაზრდა პასტორი, მგონი დაახლოებით 18 წლის ასაკში იყო, შესაძლოა ცოტა უფროსიც, როდესაც ეს მოხდა. 1882 წელს ის ერთ გოგონაზე თავის საცოლეზე დაინიშნა და ცუდი ამბავი შეატყობინა. შეატყობინა, რომ ბრმავდებოდა. და როდესაც გოგონამ ეს ამბავი მოისმინა, ნიშნობა ჩაშალა. მან უთხრა, რომ ცხადია მას მოუწევდა მისი თვალი ყოფილიყო და ეზრუნა მასზე. გოგონასთვის კი ეს არ იყო საინტერესო. ასე რომ ჯორჯ მათისონმა დაწერა ჰიმნი, რომელიც ასე იწყება. ო სიყვარულო, რომელიც არ მიშვებ, მე შენში ვასვენებ ჩემს დაღალულ სულს. გიბრუნებ სიცოცხლეს, რომელიც შენგან მაქვს, რომ მისი ოკეანის სიღრმეებში უფრო აივსოს. და ეს სწორი პასუხია, ხომ ასეა? რადგან ჩვენ ისეთი სიყვარულით ვართ შეყვარებულნი, რომელიც არასოდეს არ მიგვატოვებს. მაშ მოდით ვიცხოვროთ ამ სიყვარულის სიღრმეებში. კარგით? იერემია წინასწარმეტყველის წიგნის 31 თავის მესამე მუხლში ვკითხულობთ. ჩაიწერეთ სადმე იერემია 31:3. საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე. საუკუნო სიყვარულით შეგიყვარე. გინდათ სიყვარული? სიყვარული არსებობს. ის არსებობს. მამაო, ჩვენ ჭეშმარიტად ენაბრგვილები ვართ შენს წინაშე, როცა ვცდილობთ, რომ ჩავწვდეთ და სიტყვებით გამოვხატოთ ჩვენი ხსნისა და შენი სიყვარულის საოცრებები. ამით გაგვამხნევე დღევანდელ დღეს და დავიკარგოთ ამ ღვთიური სიყვარულის ოკეანეში და შეგიყვაროთ საპასუხოდ. ქრისტეს სახელით. ამინ.